ბაყაყი გიჭამია. კალია, ხოჭო და მატრლიც ვეცი და სამივე შევჭამე. ქალბატონებს ვისაც უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი და ცხობა და საჭმელების კეთება და ასე შემდეგ. მამაკაცებსაც მამაკაცებს. კი ბატონო, ადამიანს ვისაც უყვარს მაშინ. ბარო დილას როცა გაიღვიძებ, ჯობ დაიწყო იმით, რომ შეჭამო ყველაზე უშნო ბაყაყი იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში ამაზე უარესი მეტი არაფერი მოხდება. მოიცილე თავიდან. ეს ყველაზე საყვარელი ფრაზაა ჩემი. რომ 20%-იანი დანახარჯით, შენი ენერგიისა და დროის 20%-იანი დანახარჯით იღებ 80%-ს შედეგს, ან კიდევ უფრო მეტს. როგორც ბრაიან ტრეისი იტყოდა, იმისათვის რომ ვიყოთ წარმატებული, უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში ყველაზე მთავარის გაკეთება. და ეს არის ჩემი საყვარელი ცხრილი. ეს არის შენი საყვარელი ცხრილი და ამიტომ გისმენ შენ. ამ პრინციპის მიხედვითაც უნდა ავარჩიოთ ის სამი საქმე, რომელიც ჩვენი სამუშაოს ღირებულების 90%-ში ადგას, ვთქვათ და სრულიად ვკონცენტრირდეთ მასზე. კითხვა საკუთარ თავს, რა შვები, ეს გაქცევის ერთგვარი მეთოდია? ჩემი შინაგანი ეშმაკი არის პროკრასტინაცია და საერთოდ არ არის საჭირო რომ ან სხვის საქმეში ჩაერჭო, ყველას მამიდა იყო. და თუ დახმარება არ ჭირდება ადამიანს, გადაწყვიტო რომ იმის საქმე აკეთო. მეოთხე ყუთი ეს არის პროკრასტინაციის მკუებავი. არც მნიშვნელოვანი და არც სასწრაფო. აი ეს სასიამოვნო. მაგრამ სასიამოვნო. კი. სასიამოვნო. აქ სამწუხაროდ სასიამოვნოა. როგორ დავკარგოთ დროის ფლანგვა. აი როგორ დროის ფლანგვა, ხო? მაგას რა ვუყოთ? უნდა ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ მოქმედება კლავს შიშს. ყოველდღიურად, როდესაც ადგებით, აღმოაჩინოთ ყველაზე უშნო და დიდი ბაყაყი, დაანაწევრეთ და გემრიელად დაიწყეთ მისი ჭამა.